რაც შეეხება ამ დოკუმენტს, მე გავეცანით დოკუმენტს, რა თქმა უნდა, და ფაქტობრივად ის რაც დღეს კიდევ ქუჩაში გრძელდება რუსთაველზე 200 დღეზე მეტია რაც ეს პროტესტია და ამ პროტესტთან დაკავშირებით როგორც განვლო ეს პერიოდი ქართველმა ხალხმა, ქართველმა ამომრჩეველმა იმ ავადსახსენებელი არჩევნების შემდეგ, როდესაც ქართულმა ოცნებამ მიიტაცა ხელისუფლება ამ ხალხს წაართვა, ჩვენ წაგვართვა, ზუსტად ეს პუნქტობრივად ეტაპობრივად, ქრონოლოგიურად არის აღწერილი ამ დოკუმენტში. თავისი დარღვევებით, რომ ეს არჩევნები არ იყო გამჭვირვალე, არ იყო თავისუფალი, ის რომ იყო მნიშვნელოვანი დარღვევები, ის რომ ეს არჩევნები არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, ის რომ ოპონენტები არიან გამოკეტილი ციხეში, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ის რომ არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, აქედან დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ და მთელი რიგი ის ფაქტები, რაც ამ 200 დღის განმავლობაში ჩვენს თავს ხდება. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, როგორც ეუთო ოდირია ორგანიზაციებმა, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ საჭიროა ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც განმუხტავს ამ სიტუაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ოცნება ჩამოყალიბებულია რეჟიმად, ეს მოცემულობაა და სანამ არ იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, სანამ არ გათავისუფლდება პოლიტპატიმრები, შესაბამისად ეს კრიზისი არ განიმუხტება. სწორედ ამას ეხებოდა ჩემი შეკითხვაც, რომელზეც გთხოვთ ისევ პასუხს. აი აქ ჩანაწერია ერთი ძირს უთხრის საქართველოში ეს ყველაფერი, რაც თქვენ ახლა აღნიშნეთ. საქართველოში არჩევნების პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებს და თავად შედეგებსაც ამ არჩევნების ხომარ გადახედავს მეთქი თქვენი პარტია ეს ვიკითხეთ გადაწყვეტილებას. აი ამ ვითარებაში რა აზრი აქვს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, მით უმეტეს თუ პარტიების დიდი ნაწილი არ მიიღებს მასში მონაწილეობას, ეს კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. ახლა მომიტევეთ მე ჩემი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე შესავალი თუ არ გავაკეთე, ისე ვერ გადავდივარ შეკითხვას. ამიტომ გამომჩა თქვენი ძირითადი შეკითხვა, უბრალოდ შეკითხვის მეორე ნაწილი. არა, ეგ შესავალიც ეხმიანებოდა რასაკვირველი ამ ნახეთ, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ თავის დროზე დავსხედით პოლიტსაბჭო და ყველაფერი დავწონეთ, განვიხილეთ და ჩვენ თუ დავრჩებით კონსტიტუციურ ჩარჩოებში და თუ ჩვენ მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილებისთვის ვართ მზად, ვიქნებოდით მზად, აუცილებლად უნდა მიგვეღო ამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, როგორც ჩვენ არაერთგზის ვთქვით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენ არ გვინდა მონაწილეობისთვის. ჩვენ გვინდა ამ რეჟიმს იმ ფრონტის ხაზზე, რასაც ქვია თვითმმართველობის არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო გარემო ფაქტობრივად აღარ არსებობს. გაუარესებულია ჯერ ეს ერთი რა იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და იმის შემდეგ კიდევ გაუარესდა ამ ეგრეთ წოდებული დრაკონული კანონების მიღებით. როდესაც ამ რეჟიმმა თავის თავზე მოირგო არაკონსტიტუციური საერთოდ სამართალთან ახლოს არ მყოფი ცვლილებებით საარჩევნო გარემო. შესაბამისად კითხვა ისმის, თუ ესეთი გარემოა, მაშინ სად მიდიხართ? ეს არის თქვენი კითხვა, ხო? ჩვენ ვამბობთ, რომ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, კონსტიტუციურ ჩარჩოებში ჩვენ თუ გვინდა დარჩენა და თუ მშვიდობიანად ამ ხელისუფლებას, ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, უბრალოდ რეჟიმს გამოვტაცოთ ხელისუფლება, თუნდაც ეტაპობრივად ხელიდან, ამისათვის საჭიროა მონაწილეობა მივიღოთ თვითმმართველობის არჩევნებზე. თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან დიდი შრომა, როგორც ყველა არჩევნები, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტისთვის, მაგრამ ისევ და ისევ კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ყველა პოლიტიკური სუბიექტი უნდა ემზადებოდეს ყველა მომავალი არჩევნებისთვის. არის მეორე გზა, ხო, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ავითარებენ. ეს არის ბოიკოტის გზა, რომლითაც ისინი საქართველოს მოსახლეობას ამომრჩეველს საპირისპიროში დაარწმუნებენ, რომ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ვინაიდან ეს მოახდენს ერთი რეჟიმის ლეგიტიმაციას და მეორე ის, რომ აქ მონაწილეობის მიღება თავისთავად წაგებას ნიშნავს. ორივე ნაწილში არ დავეთანხმებ ჩვენ ოპონენტებს და რატო ეხლა გეტყვით. ლეგიტიმაციას რაც შეეხება ისევ და ისევ კონსტიტუცია გვეუბნება, რომ
რაც უკვე აღნიშნე, რომ ნებისმიერი ამ შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტი, პოლიტიკური სუბიექტი უნდა ემზადოს შემდეგი არჩევნებისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. სხვა გზას ჩვენ ვერ ხედავთ. მაგრამ რეჟიმმა ეს კონსტიტუცია დამეთანხმებით ალბათ მხოლოდ გავიდა იქიდან, არამედ გავიდა, ჩვენ არ გავსულვართ ახო. ჩვენ ვერ გავდივართ. ჩვენ რომ გავიდეთ, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვაწყოთ აჯანყება, უნდა მოვაწყოთ რევოლუცია, ხო? და ჩვენ ხედავთ, რომ არც ჩვენი ამორჩეველი და არც ჩვენი პოტენციური ამორჩეველი, რომელსაც შესაძლოა მეორე პარტიად მივაჩნდეთ, თავიანთი, დღეს შეიძლება იყოს, ახლა იცით ეს რას ნიშნავს, დღეს შეიძლება ყავდეს ჩვენი ამორჩეველი და მაგალითად პირობითად სხვა პოლიტიკურ სუბიექტს ყავდეს ამორჩეველი. როდესაც სოციოლოგიურ გამოკითხვისას ეკითხებიან, თუ მაგალითად ვის მიცემთ მეორე რიგში პარტიას ხმას, ესეთი ამორჩევლები ხო არსებობენ? ესეთი ამორჩეველი ჩვენზე ხმის მიცემას ამ კვლევებიდან, ახლა კვლევებს თუ კარგად ჩაუღმავდებით, ხმის მიცემას გადაწყვეტენ თუ ჩვენ დავრჩებით კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ჩვენ ეს ვიცით. აქედან გამომდინარე, ამის ყველაფრის გაანალიზებით ჩვენ მივედით ახლა იმ დასკვნამდე, რომ ამ უთანასწორო ბრძოლაში აუცილებლად უნდა შევიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რევოლუცია უნდა მოვაწყოთ და ჩვენ რევოლუციონერები არა ვართ. რესურსი არა გვაქვს. გადავიდეთ ნელ-ნელა სხვა საკითხზე, იმიტომ რომ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, როგორც ხვდები თქვენი გადაწყვეტილება არის მყარი, რაც არ უნდა მოხდეს და არ შეიცვლება ამ გზით აპირებთ წასვლას, მაგრამ აქვე მინდა და მარტო არა ვართ ამ ნაწილში, ლელოსთან ერთად ვართ. რომ ლელოს საბოლოო პოზიცია არ უთქვამს ჯერ. ჩვენ რა ინფორმაციას გვაქვს, შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ საბოლოო პოზიციას მაინც ელოდებიან. მამუკა ხაზრაძის განცხადებას მე მგონი გუშინ იყო. სადაც მესმის, მაგრამ მაინც რაღაც ოფიციალურად სხვა პარტიები ჯერ კიდევ ველოდებიან ამას. რომ ჩვენ პირიქით ველოდებით, რომ ის პარტიები შეიცვლიან აზრს და ჩვენგან გადმოვლენ. მოკლედ ეს არ ვიცი რამდენად მოხდება, მაგრამ ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ და შემდეგ გადავიდეთ უშუალოდ გიორგი გახარიაზე გუშინდელის ხდომის დეტალებზე. ელგუჯა ხოკრიშვილმა თქვა, რომ თქვენი გზები გაიყო. რამდენად მდგრადია იმ გადაწყვეტილებაში თქვენი პოლიტიკური პარტია და ის ერთადერთია თუ შეიძლება მისი მაგალითი გადაიღონ სხვებმაც. იქნებ ყავს მას თანამოაზრეები აი ამ საკითხში, გაქვთ თუ არა დღეს პასუხი იმაზე, ხომ არ მოხდება თქვენი პოლიტიკური ძალიდან გადინება პოლიტიკოსებს? ახლა მადლობა შეკითხვისთვის. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ პოლიტიკურ ძალაში გვაქვს ძალიან მაღალი დონის შიდა დემოკრატია. შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პირველ რიგში პატივს ვცემთ განსხვავებულას, როგორც პარტიის შიგნით, ასევე პარტიის გარეთ. და შესაბამისად ძალიან ბევრ საკითხზე ჩვენ გვაქვს კამათი, ძალიან ბევრ საკითხზე გვაქვს განსხვავებული აზრები, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ აზრს. ეს განსხვავებული აზრია თუ დამთავრებული ურთიერთობა. მათ შორის არის ელგუჯა ხოკრიშვილის ეს პოზიცია, რომ მან, რაზეც ჩვენ წეღანს ვჯელობდით და ვამბობდით, რომ ჩვენ ვართ პარტიის უმრავლესობა აბსოლუტური მომხრე იმისა, რომ ფრონტის ხაზი ამ რეჟიმის დამარცხების გადის თვითმმართველობის არჩევნებზე, მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩამოთვალე და გუჯამ დააფიქსირა ის პოზიცია, რომ ეს არის საწინააღმდეგო. ელგუჯა ხოკრიშვილი ჩვენი პარტიის წევრი არც არასდროს არ ყოფილა, უბრალოდ ის იყო ჩვენი საპარლამენტო სიის წევრი. ელგუჯა ხოკრიშვილი იყო ჩვენი მეგობარი, რჩება ჩვენ მეგობრად, ჩვენ განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს ესე კოცონზე არ წვავთ და აბსოლუტურად, მაგრამ პოლიტიკური გზები გაიყო, ხო პარტიის წევრი იყო, მაგრამ საპარლამენტში წარმოდგენილი იქნებოდა თუ კი ეს არჩევნები იქნებოდა ლეგიტიმური. ახლა ისე გამოდის, რომ ცალკე გზას ის ვამბობ, რომ გადაწყვეტილება მიიღო ელგუჯამ იმასთან დაკავშირებით, რომ ის ჩვენ გუნდთან ერთად აღარ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ აი ეს განსხვავებული აზრების გამო ჩვენი გზები გაიყო, ეს მან დააფიქსირა, მისი გადაწყვეტილება იყო. შესაბამისად, ჩვენ მას წარმატებას უსურვებთ, მაგრამ როგორც მეგობარი ჩვენ რჩება. რაც შეეხება რამაც შეიძლება მიიყვანოს სხვა პოლიტიკოსები თქვენს პოლიტიკურ გუნდში, რომ მათაც თქვან, რომ გაიყო ჩვენი გზები და ჩვენ სხვა გზას წინასწარ იმასთან
დაკავშირებით რომ რაიმე საკითხზე მომავალში რაღაცაზე უთანხმოება გვექნება თუ არ გვექნება, ეხლა ამაზე მე პასუხს ვერ გაგცემ, მაგრამ რამდენად ღრმა ეს უთანხმოება და განსხვავებული აზრები რასაც უწოდეთ. უთანხმოებას ამის ახსნას ვცდილობ თქვენთვის და აზრთა სხვადასხვაობა. ნახეთ თქვენთვის და ტელემაყურებლისთვის მე ვცდილობ იმის ახსნას, რომ ეს იყო ერთადერთი და ცალკეული ინციდენტი პარტიის დანარჩენი წევრების, როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე აბსოლუტური უმრავლესობა, რასაც აქტივი ქვია პარტიის, არიან იმ აზრზე, რა აზრიც მე ახლა აქ გავაჟღერე ჩვენი პოლიტიკური ძალის. ჩვენთვის ფრონტის ხაზი რეჟიმის დამარცხების ერთ-ერთი გადის ბატონო, აი ხა მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს გუნდში რა ვითარებაც შეიძლება ახლა არსებობს, შეიძლება პოტენციურად შეიქმნას. უფლებამოსილება შეწყვიტა პარლამენტმა 12 წევრის, მათ შორის თქვენი. მომდევნო 12-ის შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს? აქაც არის მთელ პარტიაში ერთსულოვნება, იმიტომ რომ 12 გასაგებია, იმის შემდეგ კიდევ 12 მოდის და იმის შემდეგ კიდევ 12 მოდის და ასე. შორს შეიძლება წავიდეთ. მაინტერესებს ამ ნაწილში რაიმე სიურპრიზებს ხომარელოდებით პარტიის შიგნით. ვახო, ნახეთ, დემოკრატია თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ არ ნიშნავს ქაოსს. შესაბამისად, ის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რასაც პოლიტსაბჭო ქვია ჩვენს პოლიტიკურ ძალაში, ის არის პასუხისმგებელი და მათ შორის ერთ-ერთი მეც ვარ იმ პოლიტსაბჭოს წევრი იმაზე, რომ შემდეგი 12 თაგანი ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან იქნება ისეთივე მტკიცე და ისეთივე არა ესე ვთქვათ გადაწყვეტილებების შემცვლელი, როგორც ჩვენ დავიცავით პრინციპი, რომ თქვით, რომ ჩვენ არ ვწერთ განცხადებებს, მაგრამ არ შევდივართ ამ ეგრეთ წოდებულ არა ლეგიტიმურ პარლამენტში, იგივეს გააკეთებს ის 12-იც, ამას ეს შემიძლია მსხვილი პასუხისმგებლობით შეიძლება დამიზუსტეთ უფლებამოსილების, ანუ სიების შახსნის ნაწილში. სიების შახსნით. თუ ახლა შესაძლებელია თუ არა სიის შახსნა და თუ ჩახსნით ეს საკითხი თავისთავად მოგვარდება. ნახეთ, ხო, ანუ ჩვენ ხო 12 საპარლამენტო მანდატი მოვიპოვეთ. კი, და არ ქონდა სია ჩახსნილი. არ ქონდა სია ჩახსნილი. შესაბამისად, შემდეგი 12-ის შემდეგ თუ ანალოგიურად მოიქცევა ოცნება, შემოდის შემდეგი 12, ესეთია დათქმა. ახლა შეგიძლიათ მოხსნათ სია. ახლა შეგვიძლია შემდეგი 12 ჩავხსნათ. ჯერ ჩვენ ეს თუ არ ვწდები არ გაგვიკეთებია, თუმცა შეგვიძლია. თლიანისის ხო, შეგვიძლია ჩავკეთოთ შემდეგი 12 და შემდეგი 12. რატომ არ აკეთებთ? ქართული ოცნებისთვის სასურველი იქნებოდა? ჯერ გვაქვს ამის. ხო, შეიძლება გააკეთოთ. შეიძლება ხოლ გავაკეთოთ, შეიძლება ზე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ აი მაყურებელსაც განუმარტავ, მაგალითად, თქვენ უფლებამოსილება შეგიწყვიტეს ცოტა სხვა გზით. 90 ხმა სჭირდებოდათ, აქ 89 ხმა, მაგრამ წავიდნენ, ასე ვთქვათ, ბოიკოტი, პოლიტიკური ბოიკოტი, ჩაგითვალეს როგორც გაცდენა და ამ გზით მიიღეს ეს გადაწყვეტილება. შეიძლება უნდოდეთ სურვილი ქონდეთ, რომ 90 ხმა ქონდეთ იმ პარლამენტში ან ცოტა მეტი. და ეცადნონ ვინმეს გადაბირებას. თქვენ ხო არ გულისხმობთ იმუნიტეტის საკითხს, რომელიც ადრე 90 იყო. ნახეთ, 1 ივლისიდან შეიტანეს ეს ცვლილება უკვე. რეგლამენტში 76 გახადეს. ხო, მაგრამ 90 ხმა მაინც, ხო, 90 ხმა მაინც რომ გქონდეთ, ან მეტი შეიძლება სასურველი. ანუ თქვენი პარტიიდან ვერავის ვერ წაიღო. ვერ ეგრისებიან დამიჯერეთ. კარგი, და გადავიდეთ გახარიაზე, ხო, თქვენ მართლმსაჯულების პროცესს ზოგადად ძალიან კარგად იცნობთ. ახლა არ ვიცი რამდენად შეიძლება ეწოდოს მართლმსაჯულება იმას, რაც ახლა ხდება ქვეყანაში, მაგალითად პროკურატურის ნაწილში გახარიას მიმართ, ან თუნდაც ეს არალეგიტიმური საგამოძიებო კომისია. რას ატყობთ მაინც და რა შთაბეჭდილება გრჩება მთელი ამ პროცესის დაკვირვების შედეგად, რომ გახარიას აუცილებლად დაიჭერენ თუ კი ჩამოვა საქართველოში? მარტივი პასუხი თქვენს შეკითხვაზე იქნება ის, რომ მართლმსაჯულება ახსენეთ და ამას დავუმატოთ წინ სართი შეკვეთილი მართლმსაჯულება ამ შემთხვევაში. შეკვეთილი მართლმსაჯულება მართლმსაჯულებად წყალებს ყველა ბევრი. რა თქმა უნდა, ეგეც შეიძლება.
შეკვეთილი მარცხაჯულება ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის დავალებით გიორგი გახარიას წინააღმდეგ, ვინაიდან მოგეხსენება თქვენ რომ მან დაანონსა ჯერ კიდე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რამოდენიმე დღით ადრე როგორც გიორგი გახარიას ასევე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრების მიმართ რეპრესიები და იქვე თქვა რომ რაღაც პაპკები მაქვსო, მე მგონი ესე თქვა, თუ არ ვცდები თუ დოკუმენტები, ხო, პაპკები მაქვსო და აი ეს პაპკები გახსნა ეთყობა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაიწყო ეს შეკვეთილი მარცხაჯულება, რაც გამოიხატება იმაში, რომ აპირებს რომ 15 წლიანი მუხლით ჩასვას ციხეში, მაგრამ ამასაც ვერ ეღირსებიან, იმიტომ რომ ნახეთ, ჯერ ეს ერთი თქვენ ნახეთ გუშინ როგორი უსუსურები იყვნენ საერთოდ, როგორი უნიათოები იყვნენ ეს ტერმინი მათ მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდათ და გახარიამ გაუფანდათ ამას მივაქციოთ ყურადღება იმ ზუსტად ესეთი გადაწყვეტილებით, როგორც ჩორჩანასთან დაკავშირებით მიიღო, გულისხმობ იმას, რომ მათ მთელი საზოგადოება უმრავლესობა ეძახდა უნიათოებს და ეს იყო ერთადერთი უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ოცნების ხელისუფლებამ თავის ისტორიაში მიიღო ქვეყნის სუვერენიტეტის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფო ინტერესების დაცვის გადაწყვეტილება, რითაც შეჩერდა მცოცავი ოკუპაცია და ბორდერიზაცია და ახლა ამას აცხადებენ, ეს უნდათ გამოაცხადონ, შეურაცხონ ბრალად და დანაშაულად გიორგი გახარიას. აი ეს არის ოცნების სახე და ოცნების სახე ჩვენ ძალიან კარგად ნახეთ გუშინ ეს ერთად შეკრებილი რაღაც ადამიანთა ერთობა, რომლებსაც სახე საერთოდ დაკარგული ჰქონდათ მე შემცხვა მათ ნაცვლად. მიუხედავად იმისა, რომ ეგრეთ წოდებული პარლამენტის წევრები არიან, მიუხედავად იმისა, რომ არალეგიტიმური პარლამენტის წევრები არიან, ისინი ხომ მაინც საქართველოს წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, რეჟიმს წარმოადგენენ, ხო და მე შემცხვა მათ ნაცვლად, როგორ ტერმინებს იყენებდნენ, როგორ ექცეოდენ მათ, აი ერთ დროს რჩეულს ლექსებს უძღვნიდნენ, რა ვიცი, აი რაღაც ისტორიებს ყვებოდნენ, ხო? აი რაღაც აი შეჭმას უპირებდნენ, მაგრამ ვერ შეჭამეს. ყურადღებით ვუსმენდით, შეჭმასაც ინტელექტი ჭირდება. მესმის აი ყურადღებით ვუსმენდი ორივე სხდომას, რომელიც ჩატარდა, დეტალურად ვუსმენდი. აი უნიათობების საკითხს გამოეხმაურები, სადაც გახარიას ეუბნებოდნენ, რომ შენ იყავი სუპერ ძალოვანი მინისტრი. ხო? მაგრამ აქ ერთი ეშმაკობა აქვთ ჩადებული, რატომაც ამას ამბობენ სუპერ ძალოვანს. მათ სურთ რომ გამოიყვანონ ისე რომ არც ბახტაძე იყო საქმის კურსში და არც ვინმე სხვა. ამიტომ ეს იციან ამას რატომ ამბობენ სინამდვილეში და მეორე გზავნილი რაც ჰქონდათ, ეს არის რომ გახარია არის გაქცეული, მიაქცევდით ყურადღებას ყოველ მეორე წინადადებაში ამას ხო იმეორებ აქედან გამომდინარეობს ჩემი შეკითხვაც, რომელიც ცეღანაც გითხეთ. ვერ ეღირსებიანო თქვით მის დაპატიმრებას 15 წლით. ანუ არ ჩამოვა გახარია, იმიტომ რომ ეგ ნიშნავს ჩამოსვლა, რომ დააპატიმრებენ და რადგან ამბობთ, რომ ვერ დააპატიმრებენ, ნიშნავს, რომ ის არ ჩამოვა საქართველოში. ახლა პირველ რიგში მე მინდა აი ამ შეკითხვასთან დაკავშირებით ძალიან დიდი მადლობა გადავხადო ყველა იმ ადამიანს, მათ შორის ოპონენტებს და ჩემთვის გასაკვირი არ იყო, მაგრამ ესენი ის ადამიანები იყვნენ, ძალიან ცნობილი ადამიანები, ახლა არ ჩამორთვლი სახელმწიფოებს, რომლებიც გიორგი გახარიას მოუწოდებდნენ და მოუწოდებენ დღემდე, რომ არ ჩამოვიდეს, ვინაიდან მას ელოდება 15 წლიანი პატიმრობა ამ რეჟიმის მიერ, ამ შეკვეთილი მარცხაჯულებით. და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ყველა ოპონენტსაც მოუწოდებენ. თუმცა რა პოლიტიკური ფასი შეიძლება ეს დაჯდეს ბატონ ზაზა, მაშინ როცა ამდენი პოლიტიკური ლიდერი არის ციხეში, მაშინ როცა ქართული ოცნება სრულად გამიზნულად უწოდებს, რომ ის გაიქცა ქვეყნიდან, ამას უყურებს თქვენი ამომრჩეველი. მე გაქცეული ნახე კომისია გუშინ. გაქცეული კომისია ვნახე გუშინ. გახარიას სიმართლის მოსმენის მე. თენგი შარმანაშვილს. არა მარტო თენგი შარმანაშვილი. რამდენად შეიძლება ეს ჩაითვალოს სისუსტეში თქვენივე ამომრჩევლის მიერ, აი სუპერძალოვანი მინისტრიო და ამ დროს ეუბნებიან, რომ შენ ხარ გაქცეული და ჩამოდი ქვეყანაში. ამის პოლიტიკური ფასი აწონილ-დაწონილია.
რა თქმა უნდა, ეს ამის პოლიტიკური ფასია, აწონილი-დაწონილია, მაგრამ ეს არის როგორი აწონილი-დაწონილი, იცით? ეს არის, რა თქმა უნდა, ხა ჩვენ ვერსიებს განვიხილავთ, ხო? მაგრამ გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ უნდა მიიღოს. ის არის ცივსისხლიანი პოლიტიკოსი, ამას აჩვენებს მისი წარსული, ის არის პრაგმატული პოლიტიკოსი, ის არის რაციონალური პოლიტიკოსი და შესაბამისად რა გადაწყვეტილებას მიიღებს გახარია და როდის მიიღებს გადაწყვეტილებას ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ახლა მე ამაზე ნამდვილად ვერ გეტყვი. არ ჩამოსვლის შემთხვევაში თავად პარტია, რომელიც მიდის არჩევნებზე, ეს არ მოხდენს გავლენას. ნახეთ, თუ გიორგი გახარია თავის პოლიტიკური ძალის პოლიტსაბჭოსთან ერთად გადაწყვეტს, რომ პარტიისთვის ამ თვითმმართველობის არჩევნებში გასვლასთან დაკავშირებით და სხვა ბრძოლებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე შესაძლოა მაგალითად რაღაც პერიოდით მაგალითად 1 კვირით, 2 კვირით, რა ვიცი, მე არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი გახარია და როდის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ეს მას უნდა მივანდოთ, მან უნდა გადაწყვეტოს ეს ყველა ვარიანტში, მაგრამ რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა მას აქვს მის პოლიტიკურ ძალასთან, მის ამომრჩეველთან და მის პოტენციურ ამომრჩევლებთან. შესაბამისად, ამის ყველაფრის შეპირისპირების და ამის აწონვა-დაწონვის შედეგად უნდა მიიღოს მან გადაწყვეტილება და ალბათ ესეთ გადაწყვეტილებას მიიღებს.